თქვენი თავდაცვის აქტით პირიქით შიში ხომ არ შეუქმენით იმ ადამიანებს, რომ ესენი თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, უფრო არ დაგვიძაბონ ურთიერთობა რუსეთთან. ეხლა ხომ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მიდის იმასთან დაკავშირებით, რამდენად ომის შიშებს რამდენად უპასუხა ოპოზიციამ. თქვენ ამ შიშებს პასუხობდით, თუ თქვენი თავდაცვის აქტი ამ შიშების გაფართოებას ემსახურებოდა? აი ამაზე იყო ჩემი კრიტიკა და კითხვები. ჩვენ არ პასუხობთ შიშებს. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ დაიძლიოს შიშები, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. რა შიშს უნდა უპასუხო ახლა? ხელოვნურია ომის შიში, ომი როცა აირგვლი. ხელოვნურია, დიანა. ირაკლი, მეც მაქვს ომის შიში და და არასწორი ხელოვნურია. სვერპლი ხართ პროპაგანდის პირდაპირ გეტყვით. ქართული ოცნების თქვენ ხართ ქართული ოცნების? არა, იმიტომ ტყუილია ეს ყველაფერი. ტყუილია. არ არსებობს. არა. ხალხს ტყუილა ეგონა? კი, დიანა, თქვენ პირდაპირ გეუბნებით. თქვენ როგორც მოქალაქე ხართ ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი. როცა გონიათ რომ ომის შიში აქ არის ოცნების პროპაგანდის მომხრე, ომის შიში არა, უკაცრავ. ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი. ანუ ომის შიში თუ გაქვთ მსხვერპლი ხარ? არა, იმიტომ ომის არგეში, ანუ არ ფიქრობ რა ომი არ არსებობს. ომის მეშინია, მაგრამ ომი არ არის რეალური ახლა. რუსეთი სულ ზღაფავს ხალხო. ახლა რეალურია თუ არა, ამაზე არ გეუბნები. აბა ხა ზოგადად რომ ომი არავის შიშგერ ზოგადად ომი რო არავის არ უნდა გასაგებია, მაგრამ ჩვენ კონტექსტზე ვლაპარაკობ. შიშზე ვამბობ ზოგადად და არა იმაზე. ზოგადად შიში ახლა შეიძლება იმისაც გეშინიათ, რა ქვია, კობრა გველის და შეიძლება წრუწუნასიც, მაგრამ მაგაზე ხო არ ვლაპარაკობ. საფრთხეზე არ გეუბნებით, შიშზე ვლაპარაკობ და არა საფრთხეზე. დიანა, მნიშვნელოვანი არის რეალობა. თქვენ შეხედეთ, აი ძალიან მარტივად. ქართული ოცნება ზოგადად შიშებზე ლაპარაკობს თუ იმაზე, რომ ახლავე ომი იქნება? აი მიპასუხეთ. ქართული ოცნება ამბობს, რომ აი მე რომ არ ვიქნები, ომი იქნება, იმიტომ რომ აი ნახეთ მე რამდენი წლებიც ვარ ომი არ ზოგად საკაცობრიობო შიშებზე მესაუბრებით. მე ლაპარაკეთ ახლა ქართული ოცნება რაც ხდება. ზოგად საკაცობრიოზე არ გელაპარაკები, ირაკლი, გელაპარაკები. ზოგადად შიშზე. მე გეუბნებით რომ ომის შიში არის ხელოვნურად ნასაზრდოები. ქართული ოცნების პროპაგანდა და კი, ამ ქვეყანაში ვინც აპელირებს ომზე, ის არის ან პროპაგანდისტი, ან პროპაგანდის მსხვერპლი. ამას უნდა ვაღიარო. ახსნა უნდა, იმიტომ რომ როცა რაღაც საკმარისად ხსნიდით. ესე იგი ხალხში იყო ეს საფრთხის შეგრძნება შიში და ამას უნდა და სათანადოდ გაფანტვა. ამაზე ვთქო, მოგისმენია, თქვენ იმის მაგრად რომ მომიბრუნდე და პროპაგანდის მსხვერპლი მეძახო, მე კი არ უნდა მეძახო პროპაგანდის მსხვერპლი, ირაკლი. ადამიანებისთვის მეტი ახსნა იყო თუ არა ამაზე საჭირო. ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ, ალბათ სოციალურ ქსელში რაღაც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებიც დაობენ ამაზე ბევრს და ალბათ მიგიდევნებია თვალყური ამ პოლემიკის. მიმიდევნებია ბევრჯერ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს მსჯელობა ჩემი აზრით არის ქართული ოცნების ჩარხში საკუთარი თავის მოყოლება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო დიანა. ქართული ოცნება პროპაგანდას აგებს ძალიან მეცნიერული მეთოდებით და მაშინ როცა მე ალბათ ვისურვებდი რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ვისურვებდი რომ ვსაუბრობდე სიღარიბეზე, ვსაუბრობდე სხვა ტიპის პრობლემებზე, რომელიც რეალურად აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, მიწევს საუბარი იმაზე, რომ თურმე ომის შიში ეხლა არის ძირითადი რამ, რაც გადაწყვეტილებას აღებინებს საქართველოს მოქალაქეებს. არ არის ესე. თუ ასია, ის არის მსხვერპლი ამ ვითარებაში. ამაზე თუ საუბრობთ და ხსნით, რატომ არ შეიძლება ომის საფრთხე იყოს დღეს რეალური სახელმწიფოსგან, რომელიც მართლა სულ ზღაფავს და იხვეწება, რომ უკრაინას დაუჯდეს, რომელზეც ამბობდა, რომ 3 დღეში მოლაპარაკების. კი, სულ ზღაფავს. ამიტომაც უნდა ეს დიდი თემაა და თუ ამ თემაზე გაკეთებ, მეც უკეთესად მოინზადებ, სრულ მოლოდი, ეს ვთქვათ რაღაცნაირად სასურველის რეალობა გასაგება. მეც მინდა რომ სულ ზღაფავდეს, ძალიან მინდა. არაცრუ მოლოდინი რა არის, რომ ქართული ოცნება თუ არ იქნება ივანიშვილის ხელისუფლებაში, ომი დაიწყება? ეგ არის მოლოდინი. ესე გაიგეთ, ირაკლი, მე რაღაც ბაბლის გავლენის ქვეშ ხარ თქვენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე რაღაც თლად ისე თურმე ობიექტური კი არ ვარ რაღაცა, თქვენც რაღაცის გავლენის ქვეშ ხომ არ მოეკეთეთ? არა, კონკრეტულად ვამბობ, რომ თქვენ არ უნდა გეგონოთ ის, რომ ეს შიში რეალურია. ქართულმა ოცნებამ სწორედ ამაზე გააკეთა დიანა პედალირება, რომ ეს ზოგადი შიში კი არ არის, რომელიც არავის არ უნდა, ომი ვისაც უნდა, ან იდიოტი, ან მართლა მოღალატეა და
მაგრამ ეს ამის რეალობა რო დაანახა საქართველოს მოქალაქეებს და უთხრა რომ აი რეალურია მე თუ არ ვიქნები და თუ იქნება ირაკლი, საბა, ანა და ასე შემდეგ ბადრი, მაშინ იქნება ომი. და ამაზე დაიწყო საქართველოს მოქალაქეები. თქვენც იმას მეკითხებით რომ კი, მე გეკითხებით. თქვენ საკმარისად ახსენით თუ არა რომ არ იქნებოდა ნაკლები კონფრონტაცია იქნებოდა თუ მეტი თქვენს დროს რა მოხდებოდა თქვენ როგორი პოლიტიკა ამაზე მეტი თქმა იყო თუ არა საჭირო ამაზე ძალიან მარტივად არსებობს რამდენიმე პარტია პოლიტიკა